30 მაისის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ზუსტი პროგნოზის გაკეთება. არა თუ მე, არც ასტროლოგს და არავის არ შეუძლია აბსოლუტურად, იმიტომ რომ აქ როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ გუნდების ნატალური და ტრანზიტული რუკები არ არის. ესე ძალიან მნიშვნელოვანი. უпростоრად გადამწყვეტი ფაქტორი არ მიენიჭება, იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე კოლექტიურ ენერგიას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე საჯის ფაქტორს, იქ ტრამვების ფაქტორს, თუმცა მე არ ვარ საფეხბურთო ექსპერტი, თუმცა ასტროლოგიური კუთხით არსენალს აქვს შანსი საიმისოდ, რომ შედარებით სტაბილური გუნდია, მისი მწვრთნელი ძალიან ისეთი შვიდი გაწონასწორებული სტაბილური ადამიანია, მიუხედავად რომ იმისა, რომ არის ბერძი და არსენალით ზოგადად მისი სტრატეგია არის გუნდური თამაში და სტაბილურობა, მაგრამ აი მცირედი შანსი მაინც აქვს პარის სენ-ჟერმენს, გამომდინარე იქედან, რომ მისი მწვრთნელი და ზოგადად ერთად აღებული ეს ფეხბურთელები არიან ძალიან ინდივიდუალისტები, არიან ესე იგი კარგი სტრატეგები, ორგანიზატორები და კარგად შეუძლიათ გათვალონ მოწინააღმდეგე ფლანგის ესე რომ ვთქვათ, ტაქტიკური მონახაზი. ეს რა თქმა უნდა არსენალსაც შეუძლია, მაგრამ ინდივიდუალური მოთამაშეების ხარჯზე და განსაკუთრებით მინდა გამოვყო ხვიჩა კვარაცხელიას ხარჯზე, PSG-ს აქვს მცირედული პროცენტი შანსი იმისა, რომ გაიმარჯვებს.